Salut! მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თქვენი მყოფებით ჩემ ბრაუზერის აკაუნტზე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემ პირველივე YouTube-ის ვიდეოზე განახეთ რომ სულ ყველა ბრაულერი, ანუ 104 ბრაულერი გახსნილი ყავს. დღეს დაგათვალიერებთ ჩემს აკაუნტს. ხოლო დათვალიერების შემდეგ რამოდენიმე ხელს ვთამაშებ და შემდეგ გვიქნება ოპენინგები. დავიწყოთ. ხედავთ რომ ბრაულერი მყავს. შეხედეთ მათ გაძლიერებას თუ რამდენ power-ზე მყავს. დააკვირდით კარგად. მე თითქმის უმეტესი ბრაულერი არ მყავს max power-ზე გაძლიერებული, რაც ეს ძალიან ცუდია. მე ვაპირებ რომ სულ ყველა გავაძლიერო და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვიზამთ თქვენთან ერთად. ეხლა კი გავაგრძელოთ ბევრი საუბრის გარეშე. Hypercharge ანი ბრაულერები სულ მყავს რაღაც 16-მდე, ხოლო რაც შეეხება ჩემს საყვარელ ბრაულერებს, ეს მე მყავს რაღაც 6 საყვარელი ბრაულერი, რომელთაც ძალიან მიყვარს თამაში. პირველი ეს არის Mendy, რომელიც ბოლომდე მყავს გაძლიერებული. Hypercharge-ის მაქვს ძალიან ნაყიდი. მაგრამ მასე ძალიან ბევრი სკინი არ მაქვს. ჩემი ორი ფავორიტი სკინი ეს არის, რომელიც ძალიან განსაკუთრებულია. ხოლო ჩემი შემდეგი საყვარელი ბრაულერი არის ტარა, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და ის 2004-ზე მყავს პრესტიჟ 2-ზე, ყველაზე კარგად თამაშობ ამ ბრაულერით. ბოლომდე ყავს გაძლიერებული და ყველაზე ბევრი სკინი მხოლოდ მასზე მაქვს. ერთი სკინი რომელიც ახლა გამოვიდა, მისი დაგდება ძალიან მინდა. ხოლო შემდეგი ჩემი საყვარელი ბრაულერი კი გახლავთ სპაიკი. როგორც გამოვიდა Brawl Stars-ი, მაშინ როგორც კი გავიგე სპაიკის შესახებ, მაშინაც მომეწონა ეს ბრაულერი. ის ბოლომდე ყავს გაძლიერებული და მასე ბაფების მაქვს დაგდებული. ხოლო სკინებს რაც შეეხება, მხოლოდ ერთი ბობო სპაიკი მყავს, რაც ეს ყველაზე კარგია. ხოლო შემდეგი ჩემი საყვარელი ბრაულერი, რომელსაც ყველაზე ძალიან თამაში მიყვარს, ეს არის Crow. ის ბოლომდე მყავს გაძლიერებული, როგორც სპაიკი და მასე ყველა ბაფი მაქვს დაგდებული. სკინებიდან კი ბევრი დიდი არაფერი არ მყავს. ჩემს საყვარელი კი Crow Bonnie და Moon Guardian Crow, რაც ეს ძალიან კარგია. და ჩემი შემდეგი საყვარელი ბრაულერი გახლავთ, რომელსაც თამაში ძალიან მიყვარს, Surge, რომელსაც სამწუხაროდ Hypercharge არ მაქვს. სკინებს კი რაც შეეხება, უმეტესობა სკინი მაქვს მასე. ჩემს საყვარელი სკინი მაინც Surge-ია. ეხლა კი გადავიდეთ ყველა იმ რეირით, პინზე და სკინზე. პირველი რეირითი არის, რა თქმა უნდა, რეირი. ის 103-დან 84 მყავს, რაც ეს ძალიან კარგია ჩემი აზრით. ხოლო რაც შეეხება სუპერ რეირ სკინებს, ის ძალიან ბევრი მაქვს, 77-124-დან, რაც ეს ჩემთვის ძალიან კარგია. შემდეგ კი არის ეპიკი სკინები, რაც ეს ძალიან ბევრი მაქვს. Epic skin-ები კი 100 მაქვს 275-დან. ეხლა კი გადავიდეთ Mythic skin-ებზე. Mythic skin-ები 70-დან 13 მაქვს, რაც ეს ძალიან ცუდია ამ დიდი აკაუნტისთვის. ეხლა კი ყველაზე კარგ სკინებზე გადავიდეთ. ანუ ესენი არის Legendary skin-ები. Legendary skin-ები 52-დან 4 მყავს, რაც ძალიან ცუდია. ბევრს სწავლობ რომ Legendary skin-ები ავიღო, მაგრამ არ გამომდის და მომავალში კი აუცილებლად უფრო ბევრს გავაკეთებ რომ Legendary skin-ები ავიღო და ამას მარტო არ ვიზამ, ამას თქვენთან ერთად ვიზამთ მეგობრებო. ხოლო შემდეგი გვაქვს Hypercharge-იანი skin-ები, რომელიც 22 გვაქვს, ხოლო 22 გვაქვს. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგია. 11 ჩემი ფავორიტია, ხოლო დანარჩენი კი არც ისე არ მომწონს. ეხლა კი გადავიდეთ პინებზე. Common პინებს რაც შეეხება, ძალიან იოლი ასაღებია. მაგრამ ძალიან ბევრიც არ მყავს სამწუხაროდ. რეირი პინები 210-დან 50 მაქვს, რაც ეს ცუდია. თქვენ თუ გაინტერესებს უთებ ჩავივლით, რადგან ეს ძალიან საინტერესო არ არის ჩემი აზრით. ხოლო შემდეგი მოთხოვნადი პინები არის Epic პინები 324-დან 60 მყავს, რაც ეს ძალიან ცუდია, რადგან ამ დიდი აკაუნტისთვის ცოტაა. ხოლო შემდეგი ყველაზე კარგი პინები რაც არსებობს, ეს არის Legendary პინები. ხოლო Legendary პინები 711-დან 424 მაქვს, რაც ეს ძალიან კარგია. Legendary პინები საინტერესოა და ცოტა ნელა ავივლი. თუ არ მოიწყენთ, კარგი იქნება. დააკვირდით. ხოლო Legendary პინების შემდეგ კი გაჩვენებთ player icon-ებს.
Player იქონები ძალიან საინტერესო არ არის, მაგრამ ეს ალამაზებს ჩვენ account-ს და პროფილს. ამიტომ უცებ გადავივლი ამ ყველაფერს. რაც შეეხება რამდენი მაქვს? 509 მაქვს 961-დან, რაც ეს ჩემი აზრით ძალიან კარგია. სპრეიებზე ამჯერად არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ არის ეს საინტერესო როგორც სხვა რაღაცები არის. შემდეგ კი გადავიდეთ ამ more silver და gold skin-ებზე, რაც ეს არც ერთი არ მაქვს 104-დან. ხოლო gold-ებში კი მაქვს მხოლოდ ერთი skin-ი, ეს არის gold dog-ი, true gold dog. ხოლო შემდეგ კი გადავიდეთ ჩემს პრესტიჟებზე და გიამბობ თუ როგორ ავიყვანე. სულ მე რაღაც ამ account-ზე მყავს 11 პრესტიჟი. რაც ეს ჩემი აზრით ძალიან კარგია. მაღალთასე კი ტარა მყავს, იმიტომ რომ ის ხომ ჩემი საყვარელი ბრაულერია. სიმართლე რომ გითხრათ, არც ის რთული იყო. ზოგჯერ რენდომებთან თამაშობდი, ზოგჯერ კი სოლოზე. შემდეგ კი სურჯი, მენდი, ედგარი, ფენგი და დანარჩენი პირველ პრესტიჟზე რაც მყავს, ძალიან ადვილად ავქაჩე. ხოლო ეხლა კი გრეის ვაპირებ რომ ავქაჩო პრესტიჟზე. რაც შეეხება მე ვარ ეხლა Lunar Fame 2-ზე და მომავალში ვაპირებ რომ უფრო მაღლა და მაღლა წავიდე პლანეტებზე, რაც ეს ჩემთვის ძალიან კარგია. ხოლო ეხლა კი მთავარი შევეხოთ ახალ სეზონს. ახალ სეზონი ჩემთვის ძალიან კარგი არ იყო, რადგან დაემატა ახალი მატჩი, რომელიც ძალიან რთულია, combat cooking-ი. აქ უცებ უნდა მოამზადო საჭმელი, ასე რომ ვთქვათ, რაც ეს ძალიან რთულია. ხოლო ეხლა კიდე დაემატა ნანოდროპები, რაც ეს ძალიან კარგია. სულ რაღაც 24 მაქვს გახსნილი და სულ რაღაც 17 ბრაულერზე მაქვს ნანო პაუერი დაგდებული, რაც ეს ჩემთვის ძალიან კარგია. ხოლო ეხლა კი ერთი შეკითხვა მაქვს. ეხლა კი გადავიდეთ თამაშზე. რამოდენიმე ხელს ვითამაშებ და play game-ებს გავაკეთებ. ხოლო ამაში კი ჩემი ბიძაშვილი დამეხმარება. დაგიბრუნდით მეგობრებო ისევ ჩემი ბიძაშვილთან ერთად და ჩვენ ახლა ვითამაშებთ თამაშს, ხოლო შემდეგ კი გვექნება box opening-ი, ასე რომ ვთქვათ. Okay, challenge accepted. თამაში რაღაც თუ არ მოგეწონებათ, დაპატიეთ.
რაღაც ხარვეზი მოხდა და სამწუხაროდ უნდა გამოვიდე, ბოდიში გიხდით. ამ ხარვეზს გავასწორებ. თამაშმა აურია. ბოდიში. Nano noodles are a proud ეხლა კი product of გავხსნათ ნანოდროპი. Nanostar. ნახოთ რას დავალდეთ. როგორ ჩანს დღეს. ოუ, ნანოპაუერი. მისტერ პიზე. რაც ძალიან კარგია. 30 კრედიტი. ეს ძალიან კარგია. ხოლო შემდეგ კი გავხსნით 2 chaos drops. ჩვენ მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახდინა, მაგრამ სანამ დავასრულებთ 2 chaos drop-ი უნდა გავხსნით. To the Attitude Shop. We're not. იმედია კაი რამე გავამბე. მითიკი, რაც ეს ძალიან კარგია. და იმედია რომ კრედიტებს დავამბე. Yes, 500 კრედიტი. ეპიკი, მითიკი. და ისევ მითიკი. გონი დღეს ბედი მიმართლებს. ჩემი სიტყვები რაც კი უკან მიმაქ. ხოლო ჩვენი ვიდეო დასრულდა, მაგრამ სანამ დავასრულებთ, ერთ რაღაცას გთხოვთ. დაალაიკო, დაასუბსკრაიბოთ და გააქტიუროთ ზარის ღილაკში. ხოლო კომენტარებში კი დაგვიწეროთ თქვენი საყვარელი ბრაულერი თუ რამდენი პრესტიჟი გყავდა, რამდენი თასზე ხართ და თუ შესაძლებელი იქნება თქვენი ID-ც და მე შემიძლია დაგეხმაროთ თქვენ რომ აქ გაჩვენოთ ბრაულერი პრესტიჟამდე. ნახვამდის, ჩვენი ვიდეო დამთავრდა.